პიოტრ, გამარჯობა. კიდევ ერთხელ მთელი გულით გილოცავ გამარჯობას. არა მხოლოდ როგორც მეგობარი, არამედ როგორც დიდი გულშემატკივარი. რადგან ბევრი ამ ბრძოლას ისტორიულად მიიჩნევს. მთელი მსოფლიო გიყურებდა. ყველა თვლის, რომ ეს ერთ-ერთი ლამაზი ბრძოლა იყო. როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება? უღრმესი მადლობა მოულოცვისთვის. ძალიან სასიამოვნოა ძმაო. ბრძოლის შემდეგ პირველი შთაბეჭდილება თავისთავად იმ სამუშაო თვითრეალიზების გაცნობიერება იყო, რომელიც პირველი ბრძოლის დროს არ გამომიყენებია. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საკმარისი დრო იყო პირველი ბრძოლიდან გასული, რათა გულის სიღრმეში მივხვდარიყავი, რომ ამ დაპირისპირებაში ბოლომდე არ მიმუშავია, რაც ძალიან მაწუხებდა. როდის იგრძენი შენს თავში თავდაჯერებულობა? მე შენი სავარჯიშო კემპის შესახებ ზედაპირული ცოდნა მაქვს. ბევრი მწვრთნელ კაირატის სიტყვებს ციტირებდა და შემდეგ განიხილავდნენ თუ როგორ შეადგინა მან ეს სათამაშო გეგმა. შენმა სპარინგ პარტნიორებაც ისაუბრეს, ამას დამატებული შენს უნარებს ავარჯიშებდი. მითხარი მენტალურად როგორ მოემზადე ამ ბრძოლისთვის? მე შეგატყვე რომ ფოკუსირებული არა მხოლოდ პრესკონფერენციაზე ამ პირისპირ დგომის დროს იყავი, არამედ ბრძოლამდე უკვე დიდი ხანია იყავი. ჩემს ნათქვამს დაუბრუნდები და იგივეს ვიტყვი. პირველი ბრძოლის შემდეგ დიდი ხანი ვფიქრობდი იმაზე თუ ისი გაკეთება შემეძლო, ან არ შემეძლო. ახლა რაც შეეხება ჩვენს რევანშს. ამ დროისთვის მერაბის უნარებზე კარგი წარმოდგენა მქონდა. მის მიერ ჩატარებულ ყველა ბრძოლას თავიდან ვუყურე. მისი სტილი სიღრმისეულად შევისწავლეთ და მივხვდით, რომ ის თავის საქმეს მაშინ ასრულებს, თუ მისი ოპონენტი ამის საშუალებას აძლევს. როგორც კი მასში ჩემი ლურსმანების ჩაჭედება დავიწყე, ეს ყუთი დაიშალა. შეტევისგან თავის დაცვის გარდა ყველაზე გამორჩეული მაინც ღვიძლში დარტყმები იყო. რასაც უპრობლემოდ შეიტანს სასწავლო წიგნებში, ჩემზე შთაბეჭდილება განსაკუთრებით კრივმა მოახდინა. როგორ ახდენდი მის პრესინგს? დიახ, ძალიან სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ მერაბმა საკუთარი კრივის ირწმუნა და ეგონა ჩემთვის ზიანის მოყენება შეეძლო. თავისთავად ის ძალიან ძლიერი მებრძოლია. ძლიერი ჭიდაობა აქვს. მე მისი ძლიერი მხარეების ნეიტრალიზება მოვახდინე. თითქმის ყველა მისი თეიქდაუნის მცდელობისგან თავი დავიცავი. სწორედ ამიტომ მან დგომში ჩხუბი გადაწყვიტა და ჩვენც ზუსტად ეს გვინდოდა. ყველაზე ლოგიკური რამ, რაც შეიძლება ახლო მომავალში მოხდეს, ეს რევანშია. თუ გინდა რომ ჯერ შესაბამისი გზა გაიაროს და შემდეგ რევანში ჩაინიშნოს. როგორ ფიქრობ? UFC მას დაუყოვნებლივ რევანშს დაპირდა. მეც ვეთანხმები ამას. ფიქრობ ის ამის ღირსია. მან კამარი სამჯერ დაიცვა. თავის დივიზიონში მინსკი მაღალ რეიტინგული იყო, ყველა დაამარცხა. შესაბამისად ტრილოგია უნდა შედგეს. ფიქრობ მაყურებლებისთვის საინტერესო იქნება. გამოდის რომ ეს იქნება ერთ-ერთი ხმაურიანი ტრილოგია ამ სპორტში. საინტერესო დაპირისპირება იქნება. დიახ, ხმაურიანი თავისი ისტორიით. პირად ისტორიას გულისხმობ, ანუ რასაც ის შენზე საუბრობდა და არა მარტო შენზე, ზოგადად რაც კი რამ უთქვამს. ეს უკვე მეორე ხარისხოვანი იქნება, ხომ გესმის? სპორტული გადმოსახედიდან, ხომ? დიახ, სპორტული გადმოსახედიდან მაგარი იქნება. შენის პირველი ბრძოლის დროს კარგად გაიცანი. ახლა კი ის იცნობს შენს საუკეთესო ვერსიას. თქვენ ერთმანეთს ახლა შედარებით უფრო კარგად იცნობთ, ვიდრე პირველი ბრძოლის დროს. ტრილოგიაში ღია კარტებით შეხვდებით ერთმანეთს. როგორ აპირებს სავარჯიშო კემპში კიდევ უფრო მაგრად მომზადებას. საერთო ჯამში ვფიქრობ, ახალი არაფერი იქნება. ისტორია უკვე არსებობს, რამე ახალს ვეღარ გამოიგონებენ. მაინც კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე ის ერთხელ უკვე დავამარცხე და თუ საჭიროა ისევ დავამარცხე. 5 რაუნდის განმავლობაში 3ჯერ თუ 4ჯერ დავარტყი მარჯვენა ხელით. თითეული დარტყმა რეფლექსური რეაქცია იყო. ძალიან ბევრს შენში ეჭვეპარებოდა და მარცხს გიწინასწარმეტყველებდა. ბევრი ცხადია ღიად ამბობდა, რომ მერაბი გაიმარჯვებდა. და ბოლოს შენი დაბრუნება და კამრის მოპოვება. ემოციური კუთხით. რა მიმოქმედა შენზე ყველაზე მეტად? იმან რომ უბრალოდ კამარი მოიპოვე თუ იმან რომ კამარი მაშინ მოიპოვე, როცა მაყურებელთა უმრავლესობას შენში ეჭვეპარებოდა? ცხოვრებაში მიწევს ბევრ წინააღმდეგობას გავუმკლავდე. თითოეულ შემთხვევას ცხოვრებისეულ გაკვეთილად ვუდგები.
ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია. Камრის დაბრუნება ახლა უფრო განსაკუთრებულად მაქვს გაცნობიერებული, რადგან უკვე გავიზარდე. ვფიქრობ, ახლა ჩემი დრო დადგა. უფრო ფოკუსირებული ვარ და ნათელი წარმოდგენა მაქვს იმაზე, თუ რატომ და რისი გაკეთება მესაჭიროება. ჩემი აზრით, რევანშის დროს მერაბი საშინელ, ძალიან დიდ განსაცდელში იქნება.